აჭარის რეგიონის პირველობა მინი ფეხბურთში ქალაქისა და რაიონებს შორის დასრულდა. ტურნირში პირველი ადგილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა, მეორე შეპესე ბათუმის წყალმა, მესამე კი შვახების გუნდმა დაიკავა. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ხელვაჩაურის გუნდიდან გულადი ქოქოლაძე დასახელდა. დავით ასლანოვი კი ყველაზე მეტი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სპორტსმენების განცხადებით, მათ ტურნირში მონაწილეობა წელს საკუთარი ხარჯებით მიიღეს. არ იყო ის სახსრები, არც დაფინანსება იყო, არც არაფერი. ეს ყველაფერი რაც გავაკეთეთ და პირველი ადგილი ავიღეთ, ეს ყველაფერი ჩვენი დამსახურება და ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ცდილობთ, უბრალოდ უთხოვდით, რომ ფეხბურთს ცოტა ყურადღებით და მოგიგდოთ და მხარდაჭერა გჭირდება. ახლა დაფინანსებაზე ლაპარაკია, რომ ახლა წერილი უნდა შევიდეს, რომ ბიუჯეტი დამტკიცდეს ხელვაჩაურის ყველა რაიონის მუნიციპალიტეტის გუნდები, წერილები უნდა შევიდეს დროულად, განეხილოს საკრებულო და ელემენტარულად ყველაფერს გავუკეთებენ. მე ასე ინფორმაცია ასეთი მომაწოდენია. კი ბატონო, მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ფედერაციის ბიუჯეტი 2012 წლიდან დღემდე გაზრდილია ზუსტად 170%-ით, ანუ არ იმატება. თუ ტარდებოდა მაგალითად 3 ღონისძიება, უკვე ეს ფედერაცია ატარებს 10 და მეტ ღონისძიებას. რაც შეეხება მსგავს ღონისძიებებს, ჩვენ ვფიქრობთ დეპარტამენტი, რომ მსგავს ღონისძიებების ჩატარება არის აუცილებელი, რამე თუ ეს იწვევს ფეხბურთის სახეობის განვითარებას.